კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას გადაცემას სტუდია ნომერი 8 შემოგერთოთ კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენ ამ გადაცემაში პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე პოლიტიკა და ეკონომიკა გარკვეულწილად ერთმანეთთან ძალიან ახლობმა აქვს და ძალიან დიდ კავშირში აქედან გამომდინარე გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და რეალურ სურათზე ვისაუბრებთ. ირაკლი მურცხვალაძე, ეკონომისტი გსტუმრობს გადაცემის ამ ნაწილში. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მადლობა იმისთვის რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და პირველი ბუნებრივია დაგისვათ ამ კითხვას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური საკითხები როგორ და რამდენად მძიმე დაისახება ეკონომიკურ პროცესებზე? მოგესალმებით ლიზა, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, ცალსახად უნდა აღენიშნოს, რომ არა მარტო პოლიტიკური, პრაქტიკულად ნებისმიერი მოვლენა, რაც სახელმწიფოში ხდება და ვითარდება, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. და ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოვლენები განსაკუთრებულად დიდ ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე. ეს უნდა რამდენიმე ჭრილში შეგვიძლია გავიგოთ და თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, მე ავხსნე ამას მიმართულებებით. ეს არის მაგალითად ლარის გაცვლითი კურსი. ეს არის მაგალითად თითოეულზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ეს არის სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანა ჯერჯერობით ინდუსტრიით არ გაძლიერებულა ის, ამიტომ ტურიზმის ბიზნესი, რომელზეც ჩვენ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია დამოკიდებული და კიდევ მთელი რიგი მიმართულებებისა, როგორც არის თანხების გადმორიცხვები უცხოეთიდან და იმ მიგრანტების ნაკადების შემცირება, რომელმაც გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. კი ბატონო, აი ყველა ამ საკითხზე მაინტერესებს რეალურად რა არის სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის სხვადასხვა წყაროებიდან, რომ მაგალითად ლარი უფასურდება და ის რთულად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, მაგალითად ის რომ ტურისტული ნაკადი შემცირებულია, მაგალითად ის რომ ინვესტიციები, რომელიც მოედინებოდა საქართველოსთვის, ესეც შეფერხებულია, შემცირებულია და ამ ყველაფერზე შემდეგ პასუხი გვესმის მაგალითად სამთავრობო არხებიდან, რომ ეს არის პროპაგანდა, ეს არის ტყუილი, ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ ხდება და სწორედ აი აქედან აი ამ ჭრილიდან გამომდინარე მაინტერესებს რა არის რეალობა, რეალურად მართლა შემცირებულია იგივე ინვესტიციები, ტურისტული, ასე ვთქვათ, დაინტერესება საქართველოს მიმართ და ზოგადად ანუ ეს პროცესები ახდენს თუ არა გავლენას და რა გავლენას ახდენს, რამდენად მძიმე გავლენაა ეს ჩვენი ეკონომიკისთვის? კი ბატონო, მოდით იქიდან გამომდინარე, რომ ეს კითხვის ქვეშ არ დადგეს ეს ინფორმაცია, გამოვიყენოთ ოფიციალური მონაცემების, რასაც სახელმწიფო აქვეყნებს, რომ აღარ იყოს კითხვა ამასთან დაკავშირებით, ხო თვითონ სახელმწიფომ გამოაქვეყნა. პირველ რიგში მაგალითად დავიღოთ ისეთი მონაცემი, რომელიც არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. პრაქტიკულად გამქრალია სახელმწიფოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ის ნაწილი, რაც აისახება და ეს ბევრად ნაკლები არის, ვიდრე ვთქვათ, გასულ წელთან შედარებით და იმის წინა წელთან შედარებით, ბოლო კვარტალიც რო ავიღოთ, ხო? ეს არის მაგალითად რას წარმოაჩენა, აი პროპაგანდა რა არის, რას წარმოაჩენა როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. ვთქვათ, საქართველოს ბანკს და TBC ბანკს ყავს უცხოელი დამფუძნებლები, რომლებსაც წლის ბოლოს მოგება რომ მიიღო ბანკმა დივიდენდი უნდა გასცენ და ბანკის სამთავრობო საბჭომ გადაწყვიტა რომ დივიდენდები მოდი წელს არ გავცეთ და ისევ ჩვენ ბანკის განვითარებაში ჩავაბრუნოთ. ხშირად ხდება. ეს აისახება როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, იმიტომ რომ ეს არ წავიდა უცხოეთში ეს თანხა და დარჩა აქ. სიამოვნებაში ეს არ არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, ის კლასიკური გაგებით. პირდაპირ უცხოური ინვესტიცია არის კლასიკური გაგებით. ვთქვათ, შვედი, ნორვეგიელი, არ ვიცი მე, რუსი თუ უკრაინელი თუ ყაზახი ადამიანები რო ჩამოდიან და აქ ახალ ბიზნესს ხსნიან, აქ არსებულ ბიზნესში ფულს აბანდებენ. აი ეს არის პირდაპირ. და ეს შემცირებულია როგორც გამქრალია საერთოდ. მაგალითად, ბოლო თვეების მანძილზე საერთოდ არ ყოფილა ასეთი ინვესტიცია. ნუ ახლა მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვიღაცამ კაფე გახსნა შეიძლება სადღაც თბილისის რომელიღაც ქუჩაზე. ხელშესახები ესეთი, რომელიც სტატისტიკაზე რამე ზეგავლენას იქონიებდა, ასეთი პრაქტიკული არ არსებობს. ეს ერთი, რომ ახალები აღარ არის. მეორე, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ის პროექტი, რომელიც უკვე იყო დაწყებული, ან რომელზეც უკვე ჰქონდათ მოლაპარაკება ადგილობრივ საქმოსნებს, მათ უცხოელ პარტნიორებთან, რომ ვთქვათ, მოდი ახალი სახლები ავაშენოთ, ვთქვათ, განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი, ან ვთქვათ, რაღაცა საფერმერო ბიზნესი განვავითაროთ, რომ მერე პროდუქცია რუსეთში ან ევროპაში გავიტანოთ, ვის როგორც ხო. აი ესეთი პროექტებიც კი შეჩერებულია, ის რაც უკვე ახალი კი არ იყო, უკვე მიმდინარე იყო, ან რომელზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
ბიზნესი მაინც მგრძნობიარე და ფრთხილი არის იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური გაურკვევლობა და არიციან ამ ადამიანებმა, რა თქმა უნდა, არიციან ამ ადამიანებმა, ვთქვათ, ხვალ და ზეგ რა მოხდება, იმიტომ რომ ეს არავინ არ იცის, ხო? ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ექსპერტებისგან განსხვავებით ზოგიერთი უბნის ბირჟაზე ყველაფერი იცის და ზეპირად იცის ვინ ვის რა მოელაპარაკა, ვინ რამდენი ფული აიღო, ხოლმე მეცინება ესეც საუბრებს, მაგრამ რეალურად არავინ მათ შორის არც ოპოზიციაში, არც მთავრობაში მით უმეტეს ხალხმა ზუსტად რა იქნება და როგორი გამოსავალი იქნება და რა განშლა დაჯდება, არ ვიცით. ამიტომ ბიზნესი ფრთხილობს. ბიზნესს წარმოიდგინეთ ახლა ნებისმიერი მსხვილი ბიზნესი, რომელიც შედის ახალ ქვეყანაში, იქ უნდა რომ მოელაპარაკოს მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ვთქვათ, მისი აქტივები დაცული იქნება, ბიზნესი როგორ განავითაროს, როგორ იმუშავებს და ახლა უყუროს დღეს ერთია, ხვალ მეორე იქნება, რა იქნება, ვის მოელაპარაკოს, რა პირობებში, რა საგაცხადო კლიმატი იქნება და რა კანონმდებლობა იქნება, სანამ ეს სიტუაცია არ დაალაგდება, მანამდე ახალი ინვესტიციების ჩადებაზე საქართველოში ცოტა რთულია საუბარი, მით უმეტეს უცხოურ ინვესტიციებს. კიდევ მეც გეტყვით. უცხოური ინვესტიციები, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები კი არა, ადგილობრივი ინვესტიციები არის კატასტროფულად შემცირებული. ის ბიზნესები, რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდებოდნენ და საკუთარ საქმეში ფულს ისევ და ისევ დებდნენ, თქვათ მოგებიდან, ხო? მათაც გაჩერებული აქვთ გაფართოების პროცესი გარკვეულწილად, რომ მათაც არ აქვთ მყარი გარანტიები იმისა თუ რა იქნება ხვალიდან დღეს. მაგალითად, არაერთი კონკრეტული პროექტი ვიცი, როდესაც ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოების მაგივრად უნდათ ახალი საცხოვრებელი კორპუსების ჩადგმა, მოსახლეობა ძალიან დიდი იმედით იყო, რომ არ იქა გვეშველა და ახლა ბინებს მოგვცემენ და აქ ახალი სახლები ჩაიდგა. იცით, ესეთი ბევრია თბილისში და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი განიცდის, რომ სულ ინვესტორს ეძებენ და ეს რთული პროცესია ძალიან, ეს მოლაპარაკება, დაკმაყოფილება. თითქმის ბოლოში გასული მოლაპარაკებები არის ახლა შეჩერებული, იმიტომ რომ ეშინიათ ადგილობრივ ინვესტორებს მათ შორის, რომ ახალი პროექტი არიციან რა იქნება ხვალ და ზეგ და როგორ იქნება დღის წესრიგი ქვეყნის. ძალიან საინტერესოა ის, რაზეც საუბრობთ ნამდვილად და საინტერესოა აგრეთვე, როდესაც ჩვენ გვესმის, ვთქვათ, ევროპარლამენტარი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან განცხადებები მის თაობაზე, რომ თქვენ შეგიწყდებათ დაფინანსებები, დახმარებები, გრანტები, რა სახის დახმარებებზეა საუბარი და რა სახის წყვეტილი, ვთქვათ, ისეთი სიკეთეები შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელიც მაგალითად ხმარდებოდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებულიყო, ინფრასტრუქტურა განვითარებულიყო, კონკრეტული ვიცით, რომ რეგიონებში, სოფლებში არა, ვთქვათ, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ ეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, არამედ სერიოზულ პროგრამებს, მაგალითად, ხაშურში წყალმომარაგებას აკეთებენ, ან რეგიონებში მოკლედ სერიოზული პრობლემები რაც არსებობს, აი ასეთი საკითხების მოგვარებაზეც არის ძალიან სერიოზული თანხები შემოსული. ხომ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, აი რა ასეთი გახსენდებათ, რომელიც იტყვით, რომ ძალიან საზიანოა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეჩერდა და ასეთ სიკეთეს ვერ ვიღებთ. მახსენდება კი არა, პირდაპირ გეტყვით. ესეც გარკვეულწილად ადამიანების ფსიქიკაზე მუშაობის ინსტრუმენტია, რომ აი NGO-ებს აფინანსებენ. NGO-ებს კი არა, ყველაზე დიდი დაფინანსება კიდაც ევროპიდან, კიდაც შეერთებული შტატები ზუსტად რომ მოდიოდა სახელმწიფოს მიმართულებით, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარეს. ესეთი ორგანიზაციები როგორც არის მაგალითად USAID, AFD, GTZ, ანუ ერთი არის ამერიკის განვითარების სააგენტო, საგარეო განვითარების, მეორე არის საფრანგეთის საგარეო დახმარების ფონდი, მესამე არის გერმანიის განვითარების ფონდი. მათი დაფინანსების ძირითადი ბენეფიციარი, ანუ თანხების მიმღები, იყო სახელმწიფო. მაგალითად, AFD-ში რომ მისულიყავით საფრანგეთის განვითარების ფონდში და გეთქვათ, რომ აი ბრწყინვალე პროექტი მაქვს, მე საინტერესო განვითარება მინდა სოფლის მეურნეობის და ვარ კარგი NGO და მაქვს ამის გამოცდილება. შუალოდ უარს გეტყოდნენ, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ სახელმწიფოსთან და არა კერძო NGO-ებთან ქვეყანაში. ანუ ლომის წილი იმ თანხებისა, რომელიც შემოდიოდა დასავლეთიდან, NGO-ებს კი არ ფინანსდებოდა, როგორც ასე არეკლამებენ, ბიუჯეტში შედიოდა. ბიუჯეტში რო შედის ეს რას ნიშნავს? ვიღაცას გონია რომ მე რა ბიუჯეტში რო შემოვიდა, მე პენსია კი არ გადამიხადა მაგით. ან ხელფასი არ გადამიხადა, ეს წავიდა ვთქვათ წყალმომარაგებაზე ან გზაზე. ის გზა მე სულ არ მადარდოს. ვიღაცას ადარდებს მაგალითად
დასავლეთ საქართველოს, აი ვთქვათ, ცაგერის რაიონში. იმათ უხარია და მე აქ ვარ თბილისში, ამ ვთქვათ, ვარ ქვემო ქართლში, მე რა ამეთი რა ის რომ ამ ფულის დაკლება აღარ უწევს მთავრობას ბიუჯეტიდან და ეს რო უთავისუფლდება ეს მილიონები, მე ამ მილიონებს გადმოდებს აქეთ ხელფასებზე და პენსიებზე და ამის ხარჯზე ხდება გაზრდა იმ შემოსავლების, რასაც მოსახლეობას იმ ნაწილს უხდიან, რომელიც საჯარო სექტორში არის დასაქმებული, თორე ციდან კი არ მოდის ეგ ფული. სულ რამოდენიმე წყაროა, სამი წყარო არის ძირითადად. ერთი ყველაზე დიდი არის გადასახადები, რომელიც ლეგენდა დადის, რომ ძირითადად ბიზნესია გადასახადის გადახდელი. ის ბიზნესიც ჩვენს მიერ მიღებული თანხებიდან იღებს მოგებას და იმიდან იხდის მერე გადასახადებს. პირველი ეს არის მოსახლეობა, რომელიც იხდის გადასახადებს, ამიტომ ეკონომიკა თუ ძლიერად არ არის, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერად ბიუჯეტში თანხები არ შევა. მეორე ეს არის საერთაშორისო გრანტები და დახმარებები და მესამე არის კრედიტები, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ აიღოს თუ ბიუჯეტში იმ პერიოდში, როცა რაღაც გაკეთება უნდა თანხა არ ყოფნის. ამ მხრივ საგარეო დახმარების გაჩერება იცით რას ნიშნავს? ეს იგივეა, რაც ბიზნეს უარი უთხრა საკრედიტო ხაზზე, რომელსაც ხანდახან ჭირდება. ამ თქვათ ადამიანს უთხრა, რომ ძირა შენ კი მუშაობ ყველაფერი, მაგრამ ბანკის ეს არ მოგცემს რაღაცა შავი დღე რო დაგემართოს და უცებ თანხა დაგჭირდეს. აი დაახლოებით ესეთი სიტუაციაა, რომელიც შეიძლება დღეს არ ემჩნევა სახელმწიფოს, იმიტომ რომ რამოდენიმე თვე არის უკასული ამ სიტუაციიდან, ხო, 2-3 თვე. მაგრამ საშუალოვადიან პერიოდშიც კი და ამას გრძელვადიანი პერიოდიც არ ჭირდება გაზაფხულზე უკვე რესურსები ისეთი ფართო რაოდენობით არ იქნება შესაძლებელი. ეს მხოლოდ რაც შეეხება ამ პირდაპირ საერთაშორისო ბჭყალებში დახმარებას, იქიდან ნაწილი არის გრანტი, ანუ საჩუქარი, ნაწილი იყო სესხები მაგალითად. აი, კარგი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ზოგიერთი ამბობს, რომ მე რომ დასავლეთი აღარ დაგვეხმარება, სამაგიეროდ აგერ ჩინეთი და ახლა ჩემმა კოლეგებმა იციან, აზიის განვითარების ბანკიდან ამხელა დაფინანსება მიდის, აი ეს გვირაბი კეთდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. აკაც ავხსნათ რა, ეს არ არის გრანტი. აზიის განვითარების ბანკი გაძლევს შენ სესხს, რომელიც პროცენტთან ერთად უნდა გადაიხადო, ისე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი რო წავიდეს მაღაზიაში მოუნდეს ახალი ტელეფონის ყიდვა და ამისთვის განვადება აიღოს, იმ განვადების გადახდა მოუწევს და ეს არ არის ბანკიდან დაფინანსებული ადამიანისადმი საჩუქარი. ეს არის სესხი, რომელსაც საკმაოდ ძვირი პროცენტით ვიხდით, მათ შორის საქართველოს დაბალ პროცენტებში არ აძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციები სესხებს, იმიტომ რომ არ არის მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყანა. ამიტომ გამოდის, რომ ის თანხებიც, რაც ჩინეთიდან მოდის, ეს სულ არ არის გრანტი და საჩუქარი. მაშინ როდესაც ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო გრანტი და რასაც ქვია საჩუქარი. მათ შორის ბიუჯეტისთვისაც. ანუ ქვეყნის ხელისუფლებას აძლევდნენ ამ თანხას და აი ამ დაფინანსებებით გამოთავისუფლებული თანხებით მე სხვა რაღაცებს აკეთებდნენ, ხო? აი ბატონო ირაკლი, ეხლა შეიძლება ვიღაცა გვიყურებს და მას არის მის ეს ტერმინოლოგია ან ეკონომიკური ნაწილი ან რამე და ფიქრობს, რომ რა საჭიროა ეს გრანტები, რა საჭიროა მაგალითად ევროპის ან რომელიმე სხვადასხვა ქვეყნების მხარდაჭერა და იმუშაოს ქვეყანამ და ქვეყანამ შექმნას საკუთარი, ასე ვთქვათ, რესურსები. ამის პოტენციალი თუ გვაქვს და საერთოდ აი ამ იცით რა, მე ამას ჩემი ძალიან მარტივი კითხვა და ამას ჩემი გადასახედიდან არ გეუბნებით, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ასეთი, რომ ვიღაცას დაურეკავს და ნუ დაგვეხმარება, ნუ რა ვინ და არ არის პრობლემა და ჩვენი გავაკეთოთ. ამის რესურსი თუ გვაქვს და რეალურად აკეთებს თუ არა სახელმწიფო იმას, რომ თვითკმარი იყოს ქვეყანა და თავად შეძლოს საკუთარი, ვთქვათ, რესურსით ქვეყნის, ასე ვთქვათ, უკეთესი მომავლის შექმნა. მოიცადეთ 21 საუკუნეში საქართველოსნაირი მცირე ზომის ქვეყანა თვითკმარი როგორ უნდა იყოს. მობილურს როგორ გამოუშვებ ჩვენთან. მანქანას სადა აწყობა დიდი სამი ჯიპებით რო დადის ნახევარი საქართველო. აი სად Toyotas ქარხანა თბილისში თუ მობილურების ქარხანა არის Nokia-ს იმაში ქუთაისში, რას ქვია თვითკმარობა. ვაშლი თუ გინდა მარტო სახში კონდეს იმისთვის, კომპოტი რო გააკეთო, შუშის ქილების ქარხანაც არ არის და რა უნდა გააკეთო. ხა ეს არის გულზე მყეჯის დარტყმა. მე მიხარია რომ თქვენ გაბრაზდით, იმიტომ რომ ძირითადად მე უბრაზდები ხოლმე და ამიტომ თქვენგანაც მაინტერესებს ეს შეფასება. საიდან ტანსაცმელს არ უშვებთ, შიშველი ხო არ გავა ხალხი ქუჩაში, ისიც თურქეთიდან შემოგვაქვს და საბერძნეთიდან
ინტერნეტიდან. რას ნიშნავს თვითკმარობა? უბრალოდ კი არ გაუბრაზდი მეცინება, ისე გულუბრყვილოთ. ხა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ყოველთვე ვიღაცა ან ხელფას უხდის, ან პენსია ერიცხება და მიდის მაღაზიაში იღებს ნივთს. ეხლა ის ნივთი ხო ვიღაცამ გამოუშვა, აწარმოა, მოიტანა, ტრანსპორტირება, მოახდინა შენ ქვეყნამდე. მერე უამრავი პროცედურა, საგადასახადო პროცედურები, სტანდარტები დაიცვა ეს და ეს მთელი ციკლი არის და რას ქვია თვითკმარი ვიყოთ. არის ეგეთ ქვეყნები დარჩენილი, ხო ჩრდილოეთ კორეა არის, ისიც არ არის სრულად თვითკმარი. ჩინეთთან აქვს საკმაოდ მჭიდრო საბაზრო ურთიერთობები და ბევრი პროდუქცია შედის, მაგრამ თქვა ის ესაზღვრება ჩინეთს. საზღვარი აქვს, ჩვენ არ აქვს საერთოდ. რას ქვია თვითკმარი ვიყოთ რა. საქართველოში რაც იწარმოება პროდუქცია, იმის დიდი ნაწილი უცხოეთში, იმიტომ მიდის, რომ სამაგიეროდ რაღაცა აქ შემოვიდეს. მერე ის ხალხი, ვინც წასულია უცხოეთში სამუშაოდ, ეს ქართველი დედები, მამები, ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი, რატო აგზავნის ფულს აქ? თუ თვითკმარი ხარ, მაშინ არ გჭირდა აქ დახმარებას, რომ გიგზავნის ამ ფულით, მერე შენ ყიდულობ რაღაცა ნივთებს, რომელიც შემოდის უცხოეთიდან სხვათა შორის. ახლა საუბრობდით ამ თემაზე, ესეც ბრახან ვახსენეთ, მინდა რომ ამ თემასაც შევეხო, ლარის კურსი მაგალითად ვიცით რომ მაგალითად დღეს 2.86 იყო ხა. ამაზე მაღალ ნიშნულზეც გვინახია ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარის კურსი ასული, მაგრამ გაგახსენებთ, როდის დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება და სამიანის ნიშნულს ქვემოთ როდის ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და მასიურად შემოვიდა საქართველოში ემიგრანტები რუსეთიდან. ეს არის მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთაც არ უნდათ სანქციების ქვეშ ცხოვრება, ან ეშინოდათ, რომ იქ ჯარში გაიწოდნენ და ჰქონდათ იმისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ და შემოსავალი, რომ უცხოეთში ყოფილიყვნენ ონლაინ მიეღოთ ეს შემოსავალი და აქ ეხარჯათ ეს ფული. ეს მასა დოლარების წამოიღო ამ ადამიანებმა რუსეთიდან და ყოველ წელიწადს ეს თანხა ირიცხებოდა ყოველთვიურად და ისინი აქ ხარჯავდნენ, რამაც გააძლიერა რა ლარი, დოლარი ბევრია ქვეყანაში და არ უფასურდება ამიტომ ლარი ისედაც რა. ეხლა რა ხდება? ეს კონფლიქტი უკვე ფაქტიურად აღარ არის აქტიურ სტადიაში. აღარ შემოდის მეტი ეს მიგრანტი რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც არის იქიდან ნაწილი გადის უკვე საქართველოსდან და ამისი ტენდენციაც აღინიშნება და ყოველთვიურად მცირდება გადმორიცხვები რუსეთიდან. მაგალითად თუ 2023 წელს ყველაზე დიდი გადმორიცხვები ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციიდან, დოლარებზე მაქვს საუბარი, 2024 წელში უკვე ყველაზე დიდი გადმორიცხვები შეერთებული შტატებიდან არის, მაგრამ ჯამში არის ბევრად შემცირებული, იმიტომ რომ აი ამ რუსი მიგრანტების ნაკადი უკვე ძალიან შემცირდა საქართველოში. წავიდა უკვე აქედან ხალხი, ზოგი კვიპროსზე გადავიდა, ზოგი ისრაელში გადავიდა, სხვა ქვეყნებში გადადიან, სადაც შეძლეს რომ უკეთესი პირობები მიიღოთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აქ რო სანქციები დაწესდეს უკვე არა მარტო მთავრობის ერთეულ წეროებზე, მაგრამ სახელმწიფოზე იმის. ამაზეც უნდა მეკითხა სხვათა შორის, აი სანქციების ნაწილიც რამდენად აზარალებს ქვეყანას, იმიტომ რომ ეს არ არის პერსონალურად, მაგალითად რომელიმე პარლამენტარს დაუწესდეს სანქცია და აქ დამთავრდეს ყველაფერი, ეს რამდენად აზარალებს ჩვენს ქვეყანას, აი ნახეთ, აი აქ როგორი სიტუაცია მდგომარეობა. დღეის მონაცემით სანქციები არის კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე. იმიზეც ვთქვათ, ამბობს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ან ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელობა, რომ აი ესა და ეს პირი ჩვენ მიგვაჩნია დემოკრატიასთან მებრძოლეთ და ამიტომ მოწინააღმდეგეთ და ამიტომ მას ვუწესებთ კონკრეტულად სანქციებს. ამას ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ გრძნობს, რომ მას ხო პირადად არ ეხება, ამიტომ თითქოს ეს სანქცია რაღაც დიდი საფრთხე მათთვის არ არის ჩვენთვის რა, მაგრამ თუ კი ქვეყანა გააგრძელა ამ მიმართულებით სვლა და ჩვენ გავხდით მაგალითად პირობითად ვიძახით რუსეთის დიდი მოკავშირე, ხო იტყვენ ისინიც რომ აღარ გვინდა მათთან ერთად მუშაობა და შეიძლება მე დადგეს რისკი რომ ის სანქციები რაც აქვს რუსეთის ფედერაციას როგორც სახელმწიფოს დაკისრებული და შესაბამისად ყველა მის მაცხოვრებელს მსგავსი რაღაც შეიძლება გავრცელ ღმერთმა დაიფაროს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ხო? არც არავის არ მოეგონა მაგალითად 30 წლის წინ რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მაგრამ დაინგრა ის ქვეყანა. ეს რას ნიშნავს, რომ ის რუსეთიდან გამოქცეული ხალხი აქ რატო გამოიქცა, რომ იმ სანქციებისთვის დააერიდებია. შედეგი ის იქნება, რომ აქედანაც გაიქცევიან და აქ არსებული ხალხის დიდი ნაწილიც წავა უკვე აქედან, ვისაც შესაძლებლობა აქვს რომ რაღაცა გააკეთოს და ეკონომიკური დოვლათი შექმნას. ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის. მაგალითად, ავტომობილებს ვეღარ ყიდულობენ რუსეთში. რას აკეთებენ? ვიცით ხო ის ცნობილი სქემა, ხო?
ამერიკიდან ყიდულობენ საქართველოს ჩამოყავთ მანქანები, და აქედან მერე ყირგიზეთში მიყავთ, რაც აბსურდია, ხა ყირგიზეთი უცებ ისე გამდირდა, რომ ბოლო 2 წელიწადში ცხოვრებაში რაღაც არ უყიდეთ, იმდენი მანქანა იყიდეს 10-ჯერ მეტი, ვიდრე აქამდე 10-ჯერ არა, სტატისტიკის მიხედვით 21-ჯერ მეტი ავტომობილი იყიდეს, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხო? და მერე იქიდან ის მიდის რუსეთში, ხლა იმ რუსი მყიდველისთვისაც წარმოვიდგინეთ, ჯერ ტრანსპორტირება გაუძვირეს, მერე რამოდენიმე გადამყიდველი, მან ყველამ ხო თავისი მოგება ზემოდან დაადოს. ფაქტურად გასამაგებული ფასები აქვს, ხა უხარია იმ რუსეთში მაცხოვრებელს სამაგ ფასს რო იხდის რაღაცა მანქანაში. ხო არ უხარე და იგივე აქ ვინმეს გაუხარდება, რომ მანქანა რომელიც ვთქვათ ვიღაცა გავიდა და იყიდა Ford-ი ვთქვათ $7,000 და რომელიც ერთ წელიწადში რომ მოუნდეს რომ შეცვალოს და სხვა მანქანაზე გადაჭდეს მაგალითად რაღაც Mazda-ზე, უცებ აი 7,000-იან Mazda-ში 14,000 რო დაუფასო. ხო არავის არ გაუხარდება. არავის ილუზია არ აქვს რომ სანქციების პირობებში მით უმეტეს ხელფასიან პენსია გაორმაგდება ან ნუ პარლამენტარი თუ არ ხარ რა თქმა უნდა. რა მაგ შემთხვევაში შეიძლება გაგეზარდოს ხელფასი. მგონია რომ იმ პარლამენტარების ნახევარ საერთოდ არ ადარდებს ის ხელფასი. რომ მათ ისედაც საკმაოდ ფეხზე დამდგარი შემოსავალი გააჩნიათ და საქმე. აი, რახან სიტყვა მოიტანა და ამ თემაზე გადავედით, მაშინ ამასაც გკითხავთ. იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და თქვენი საუბრიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად შევშიდი, იმიტომ რომ ახლა ესე იგი მთლიანად ვალზე და ზარალზე მივდივართ და შემდეგ უფრო კიდევ მეტად რთული მდგომარეობა გვექნება. ჩვენი საზოგადოების ალბათ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ის ეკონომიკური სიკეთე, რომელიც უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, საკუთარ ბიუჯეტზე, საკუთარ ოჯახებზე, ფასებზე აისახოს და ამ ყველაფერს უნდა ველოდოთ თუ არა, იმიტომ რომ ალბათ ეს არის ყველა ადამიანის საზრუნავი, რომ ციციბურა 7 ლარი არ ღირდეს, მაგალითად ხარისხიანი ციციბურა, ან ბრინჯი მაგალითად 9 ლარი არ ღირდეს და ხო, დიახ, პომიდორი 12 ლარი არ ღირდეს და ასე შემდეგ, თუნდაც სეზონზეც ღირს ხოლმე 8 ლარი, 9 ლარი პომიდორი. აი ასეთი ტიპის მარტივი და ხელშესახები პრობლემები რომ არ გქონდეს ჩვენს მოსახლეობას, ეს უფრო ადარდებთ, ვიდრე ძალიან ბევრი რაღაც პოლიტიკური თემა, რომელიც საერთოდ არ ესმით და თუნდაც ერთ მოქალაქეს მეც ეს საკითხები მააწუხებს, რომ კომუნალური გამიაფდეს, რომ ბენზინი გამიაფდეს, რომ დოლარი და ლარი ერთმანეთთან დასტაბილურდეს და შესაბამისობაში იყოს, ასე შემდეგ, აი ძალიან მარტივი ენით რომ ავხსნათ და ამას უნდა ელოდოს ჩვენი საზოგადოება თუ არ უნდა ელოდოს, რაიმე გვაქვს ისეთი, რასაც ეკონომიკურად ახლა ვქმნით და შემდეგ მოიტანს სიკეთეს, ან გაუმჯობესდება ჩვენი ეკონომიკა და ამის ხარჯზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმშვიდე გვმართებს და შეგვიძლია რომ მშვიდად ვიყოთ. ნახეთ, თქვენ დასვით კითხვა, თუ სწორად გავიგე, რომ უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ზრდას და პროდუქციაზე ფასების გაძვირებას, ხო ეგრეა? კი ბატონო. რას ქვეველოდოთ? ძვირდება უკვე. ბოლო, რა ვიცი, რამდენი წელიწადია პროდუქცია არ გაიაფებულა ამ ქვეყანაში, ძვირდება და ძვირდება, თან კატასტროფული ტემპებით ახლა. უკვე ყველასთვის სალაპარაკო თემა გახდება, რომ ყველას ყავს ახლობელი ევროპაში წასული. ევროკავშირში პროდუქცია, საკვები პროდუქცია უფრო იაფიღებს ვიდრე საქართველოში. ისე გაძვირდა აქ პროდუქცია რა. რაღა უნდა ველოდოთ, ძვირდება. ძვირდება და კიდევ უფრო გაძვირდება ბუნებრივია. გაიაფებას თუ უნდა არა, იმიტომ რომ გაზდით. გაზდით სულ რამოდენიმე ადამიანი შემოაქვს და მონოპოლისტები არიან პროდუქციაზე. და როდესაც ხელისუფლება ხელს გიწყობს ამ მონოპოლიის შექმნაში, ხო? სულ არ ადარდებს იმას შენ გიჭირს, არ გიჭირს, მოგიწევს და წახვალ და გადაიხდი ამ ფულს. აბა რას საუბრობ? ციციბურას გარეშე ხوار და ტოვებ ოჯახის წევრებს რა. შიმშილით ხوار მოკლავდა. თუ მოკლავდა, ის იტყვის რომ ჩემი რა ბრალიაო რა. აი ესეთი ცივსისხლიანი მიდგომები არის. ახლა გარკვეულწილად ისიც უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, რომ ესე უცებ ხვალ და ზეგ რაღაც კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიქმნება, ხა ეს მოსახლეობა არ უნდა შევაშინოთ, რა თქმა უნდა და პანიკის დაწესვა არ შეიძლება. რეალური უნდა ვაჩვენოთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ გაუმჯობესებისკენ არ მივდივართ. აი ეს არის პრობლემა რა და მეორე ფსიქოლოგიური მომენტიც არსებობს. გეთანხმებით, რომ მოსახლეობის პრაქტიკულად სულ ყველას ბევრად უფრო ისადარდებს, თქვათ, მაცივარში რა პროდუქტი გააჩნია და რა უღირს, თქვათ, ტანსაცმლის ყიდვა, ან თქვათ, რაღაცის ყიდვა, ვიდრე რაღაც ზოგადი თემები.
მაგრამ ჩვენთან საზოგადოებაში ესეა აღქმული, რომ ფული ხელის ჭუჭყია, ფულზე როგორ შეიძლება ლაპარაკი და უტყდება საზოგადოებაში ამაზე. ბევრს ლაპარაკი. ეს ეტაპიც ალბათ გავიარეთ და დღეს უკვე აღარავის აღარ აწუხებს ამ თემაზე საუბარი. მე მაწუხებს და ვიძახი, რომ პრობლემაა ეს ჩემთვის. ეხლა მე ნამდვილად არ ვარ მულტიმილიონერი, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს მაღაზიაში რა ფასნიშნული ადევს პროდუქტს. ყოველთვის ვაკვირდები და ვცდილობ, რომ რაღაცა ბიუჯეტი გავთვალო და მე მგონია, რომ აი ამ რაღაცა კუდაბზოებას უნდა შევეშვათ და არა, უხერხულობა ნამდვილად არ არის და კუდაბზიკობასაც ალბათ უკვე შეეშვა ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ არ ერიდებათ და პირდაპირ საუბრობენ, რომ 35 ლარი, რომელიც პენსიაზე არის მომატებული, იმ ტემპს, რომლითაც ფასებზე იმატებს პროდუქტებზე ფასები, ვერ ეწევა და ამაზე ღიად საუბრობენ ადამიანები და ამიტომ გკითხეთ ეს კითხვას. მე რამდენად სამართლიანია ლიზა, როდესაც ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში მუშაობდნენ, ამ ქვეყნის დოულადს ქმნიდნენ და ამდენი იწვალეს, მე გარკვეული პერიოდის შემდგომ შენ დანაზოგები გაუქრე 90-იან წლებში, გააღატაკე და მათ მიერ შექმნილი დოულადი ქარხნები იყო, ეს შენობები იყო თუ რა იყო, ერთ მუჭა ხალხს საჩუქრად ჩაუგდე ხელში და ამ დროს ამ ადამიანებს ისედაც პარლამენტში წაიყვანე და რაღაცა რამოდენიმე ათასით ხელფას უზდი და იმ ადამიანებს ვინც შრომობდა, იღწვოდა და პენსიაზე არის ახლა და გიყურებს რომ რაღაც დაუფასო მათი შრომა 35 ლარით უზრდი მხოლოდ რა. ეს ხო უსამართლობის განცდას აჩენს ადამიანში. ეხლა ძალიან ბევრ საპენსიო ასაკის ადამიანს აქვს ეს ნათქვამი რომ ძალიან ნაწყენია. მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები ძალიან განაწყენდნენ ამ საქციელით. ახლა ძალიან ეჭვმეპარება რომ საქართველოს პარლამენტში ბევრს უჭირდეს ისე რომ სჭირდებოდეს ხელფასის გაზრდა, არ ვიცი ახლა ეს რა мотивация ხო. ან თქვათ რო შრომობდნენ იქ ისეთ რაღაცა კანონებს იღებდნენ რომ რაღაცა აი ეთყობა ქვეყანას რომ მართლა ყველა კარგად არის და ბედნიერად არის, მაშინ მე თვითონ ვიტყოდი რომ კაცო 11-12000 კი არა 20000-იც უნდა დაუნიშნო და ეკუთვნის, მაგრამ აქ შემთხვევაში ხალხს 35 ლარით კი არ უნდა უზდიდნენ პენსიას, პენსიონერებს. უნდა უზდიდნენ თქვათ 500 ლარით პენსიას, ან 300 ლარით უნდა უზდიდნენ პენსიას და ის ადამიანი უნდა თავაწეული დადიოდეს. მაგრამ 1000 ლარზე ნაკლები პენსია ევროპაში არავის არ აქვს. 300 евро იქ პენსია რაღაც აბსურდული თაღარი. როცა 1000 евро ან მეტი იყო. პენსიაზე რო გადიან, მე მიდიან სამოგზაურო, დასასვენებლად და ასე შემდეგ და ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენს პენსიონერებს ფიქრი აქვთ მუდამ იმის, რომ როგორ უნდა იკმარონ ის პენსია თვითონ-თვემდე, რომლითაც უნდა იყიდონ მედიკამენტები, კომუნალურები გადაიხადონ, საკვებსაც ამყოფინონ და ასე შემდეგ. აი ურთულესია და ნამდვილად ჩვენ პენსიონერებს. ანუ შეკითხვა არავის არ ებადება, რომ თქვათ იგივე ევროკავშირში, სადაც პროდუქცია ღირს უფრო იაფი ვიდრე საქართველოში. გადასახადებს ხო ყველა მეტნაკლებად პროპორციულად ვიხდით, ხო? როგორ იძებნება ფული იმის რომ საშუალოდ ერთ პენსიონერზე, თქვათ 3000 ლარი გაიცეს ან მეტი თვეში პენსია და ჩვენთან კიდე 350-400 ლარზე მეტი არ არის პენსია რა, საშუალოდ. აი საიდან სად ხრება ეს ფული საქართველოში და იქ როგორ ახერხებენ ამას და ჩვენთან რო ხრება. აი თვითონ ამ ადამიანის პროტესტის გრძნობა არ უჩნდება შინაგანად, რომ მე რატო არ ვიღებ ღირსეულ პენსიას. აი რატო არ არის ეს განცდა? თუ შეგუებული ვართ, რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ უნდა გვპარონ ეგ თანხა, ერთეულები იყვნენ ძალიან წარმატებულად. ამის რესურსი არ აქვს ჩვენ სახელმწიფოს. როგორ არ აქვს, რას ლაპარაკობთ, რა სად ყავს, რა ვიცი პოლონეთს ყავს იმდენი მილიარდერი რაც საქართველოში არის? ბელგიას ყავს ამდენი მილიონერი და მილიარდერი რაც საქართველოში არის? ალბანეთს ყავს თუ ის ყავს არ ვიცი, პორტუგალიას ყავს? ჩვენს დიდი ქვეყნებია სათითაოდ. ხო და რას ქვია, ესე იგი ერთეულები ძალიან დიდრდებიან ამ ქვეყანაში და მას არის ძალიან ღარიბი, მაგრამ ნუ თუ შენ შეეჩვიე, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც შენ თანახმა ხარ იცხოვრო ესეთ სისტემაში და ოღონდ ნუ კაი ვიყო იქნება პრეტენზია ნუ გექნება რომ უკეთ იცხოვრებ. აი ეს არის ხო როგორ არის? ხალხშიც არის გარკვეული სახის პრობლემა, როდესაც ჩვენ არ ვითხოვთ იმას რაც გვეკუთვნის. რა თქმა უნდა, შენ თუ არ მოითხოვე ის რაც გეკუთვნის, ვერ მიიღებ. ეს არ არის მარტო ხელისუფლების ნებისმიერ ბავშვს არაჭმევენ თუ არ მოითხოვა თუ არ თქვა რომ შეერი ვარ. ხო დედა როგორ უნდა მიხვდეს არა ბავშვი ლაპარაკს დაიწყებს რომ შეის ტირის და ამით დედა ხვდება რომ უნდა აჭამოს, ხო? იგივეა ძალიან მარტივი სქემაა. თუ ადამიანებმა არ მოვითხოვეთ რომ ჩვენ გვეკუთვნის რაღაცა გვჭირდება და მოგვეცით, არ მოგცემენ თვითონ ჩაიდებენ ჯიბეში და დღეს ეს ხდება რომ ჯიბეში იდებენ და ცოტა თუ არ გამოხდეს ახლა მე ვცდილობ ძალიან მარტივი ენით ავხსნე ის, რაც შემიძლია საკმაოდ რთული ეკონომიკური ფორმულებითაც გავაჟღერო და
ვთქვათ, ავხსნა რატო უნდა იყოს საქართველოში GDP per capita, ვთქვათ, არა, ვთქვათ, ის რაც დღეს არის, არამედ შეიძლება იყოს, ვთქვათ, 30,000 ან მეტი. ამაზეა საუბარი, აი მარტივი ენით რო ვთქვათ რა, ამ ქვეყანაში არის იმისი რესურსი და შესაძლებლობები, რომ ადამიანმა იცხოვროს. ნუ ახლა შეიძლება შვეიცარიასავით ხვალდილით ვერ გავიღვიძოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ღირსეულად რო იცხოვროს, მაგის შესაძლებლობები არსებობს. ოღონდ ჩვენ და მოვითხოვოთ ეს. ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გარდა ეკონომიკისა არის სამართლიანობა. როგორც კანონი იყოს ყველასთვის ერთნაირი, არა ვთქვათ რაღაცა ცალკეული ჯგუფებისთვის საზოგადოების, არამედ ყველასთვის ერთნაირი, ასევე სამართლიანობის განცდა უნდა არსებობდეს, რომ მე ვცხოვრობ სამართლიან ქვეყანაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ, რომ გვეწვიეთ და ძალიან საინტერესო ანალიზი შემოგთავაზეთ ეკონომიკური, მაყურებელსა თუ რადიოს მსმენელს შეგახსენებთ. ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე გსტუმრობდა, არ გადართოთ, გადაცემის მეორე ნაწილით დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.